ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად ქართული ოცნების წევრი ტიტე აროშიძე აირჩია. ახალი რექტორის არჩევნებმა კი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ხმაურის ფრონზე ჩაიარა. სტუდენტების ნაწილი ქართული ოცნების წევრის რექტორად არჩევას აპროტესტებდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ოლიგარქის მხარდამჭერი ახალგაზრდებიც. თეა ვაშალომიძე მოგვიყვება, როგორ მიმდინარეობდა არჩევნები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ყავს. აკადემიური საბჭოს 11 წევრისგან 10-მა ფარული კენჭისყრით ტიტე აროშიძეს მისცა ხმა. სწორედ ტიტე აროშიძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ დღის განმავლობაში ბათუმელი სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ ტიტე აროშიძის რექტორობის პერიოდში მთლიანად მიიტაცებს უმაღლესი სასწავლებელს ქართული ოცნება და მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცევა. როგორც გითხარით, პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რექტორობის ორი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის პროფესორი და ტიტე აროშიძე, რომელიც არის აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი. ტიტე აროშიძეს აკადემიურ საბჭოზე გამოსვლა ხმაურის ფონზე მოუწია. სტუდენტები აპროტესტებდნენ მის გამოსვლას. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ეს არის მართული პროცესი და სტუდენტები პოლიტიზირებაში დაადანაშაულა. მე შევეცდები, რომ უნივერსიტეტი იყოს დაბალანსებული. ეს არის უმაღლესი საგანმანათლებლო სტრუქტურა, სადაც როგორც სტუდენტს, ისევე ლექტორს უნდა კონდეს თანაბარი პირობები განვითარების, თანაბარი პირობები სწავლის, თანაბარი პირობები მუშაობის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერი სტუდენტის გვერდით ვიქნები. ნებისმიერი სტუდენტი იქნება უნივერსიტეტისთვის და არა მხოლოდ ჩემი მოვალეობა არის მართვა, არა მხოლოდ ჩემთვის, მთელი უნივერსიტეტისთვის იქნება მისი ინტერესი ყველა დონეზე გასათვალისწინებელი. ვაპირებ, რომ ჯერ უნდა, რა თქმა უნდა, შევხვდეთ სტუდენტებს აუცილებლად, შემდეგი რაც იქნება, უნდა გავეცნო სიტუაციას. ძალამ უნივერსიტეტის კადრა კანდიდატი, რომელსაც არაფერი აკავშირებს უნივერსიტეტთან, რომელსაც არაფერი აკავშირებს მეცნიერებასთან, აქვს ნულოვანი ციტირება. ჩვენ ვართ, ვიქნებით დღეიდან ევროპაში ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ეყოლება რექტორი ნულოვანი ციტირების. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ესეთი არავის არ ყავს, აფრიკულ ქვეყნებშიც კი თქვენ ეს რაღაცებს ვერ ნახავთ, ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ეს არის ის, რაც მართლმა ძალამ უნივერსიტეტის კადრა, ბსუ-ს კადრა, მაგრამ ერთია ის რა კადრა, მაგრამ მეორეა რა განაცხადება მიიღო აკადემიურმა საბჭომ. აკადემიურმა საბჭომ ეს ყველაფერი გააფორმა ნორმატიულად, დაამტკიცა ეს პიროვნება. მე მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო უნივერსიტეტის წიაღიდან, იმისათვის, რომ არ იყოს აი ეს რაც იყო ამისთვის ერთიც და მეორე მხარეც. ანუ ნეიტრალური გერჩიაც და ბუნებრივია უნივერსიტეტის მხრიდან. დიახ, პოლარიზაციისთვის, ესკალაციისთვის და ასე შემდეგ. საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ჯერ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყეს, შემდეგ კი შენობაში გადმოინაცვლეს. ისინი ცდილობდნენ აკადემიურ საბჭოს გაეგონა მათი პროტესტის ხმა. ისინი, როგორც გითხარით, აპროტესტებდნენ ტიტე აროშიძის კანდიდატურას. საპროტესტო აქციის მონაწილეების საპირწონედ ქართულმა ოცნებამ, ახალგაზრდულმა ფრთამ მოიყვანა მათი მხარდამჭერები და ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ უნივერსიტეტის შენობაში. უნივერსიტეტის გარუსება წინდა უკვე ირაკლი კობახიძეს ტიტე აროშიძის სახით მოგვიყვანეს პარტიული მითაღიარებული დეპუტატი და დაგვიდასტურეს ის, რომ ეს უნივერსიტეტი წლების განმავლობაში იმართებოდა სწორედ პარტიისგან, ქართული ოცნებისგან და ახლა სურთ ტიტე აროშიძის სახით დაიწყონ რეპრესიები ამ უნივერსიტეტში. ჩვენ სტუდენტები ვგავართ წერთ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ბედს.
ტიტე აროშიძე იმ სტუდენტებს, რომლებმაც გააპროტესტეს მისი კანდიდატურა რექტორობის პოსტზე, დაპირდა, რომ მათ აუცილებლად შეხვდებოდა, თუმცა საპროტესტო აქცია ისე დასრულდა, რომ ტიტე აროშიძე მათთან შესახვედრად არ გამოსულა, რაც შეეხება უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები.